მოგესალმებით კოლეგებო, კვორუმი არის, შეგვიძლია დავიწყოთ ბიუროს ხდომა. საკანონმდებლო ინიციატივებს შეეხება სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ პაკეტი. ამ პაკეტზე წამყვან კომიტეტად გთავაზობთ იურიდიულ საკითხთა კომიტეტს, სავალდებულო ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის. კი ბატონო, დაგროვითი პენსიის შესახებ კანონის ცვლილების პაკეტი. აღნიშნულ პაკეტზე წამყვან კომიტეტად გთავაზობთ საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტს, სავალდებულო კომიტეტებად ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, იურიდიულ საკითხთა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტებს. ამასთანავე ინიციატორი ითხოვს დაჩქარებული წესით განხილვას ამ პაკეტს. კი ბატონო, კოლეგებო, ჩვენ ორი პაკეტი გვაქვს დაჩქარებული შემდეგი სასიო კვირისთვის, ერთი გახლავთ ეს პროექტი, რაც ხა დავასახელე დაგროვებული პენსია და მეორე შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში ცვლილება, სადაც სტანდარტულად წამყვანი და სავალდებულო კომიტეტებია, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო სასესიო კვირა არის, გთავაზობთ, რომ ბიუროს გადაწყვეტილებით წამყვან კომიტეტებს გადავცეთ მხოლოდ და სხვა კომიტეტებს თუ გაქვთ სურვილი განიხილეთ ცალკე, შეგიძლიათ რეგლამენტით, ან შეგიძლიათ წამყვან კომიტეტთან ერთად განიხილოთ. ვინაიდან ბოლო კვირა არის დარჩენილი, ალბათ იმისთვის უფრო ეფექტიანად ვიმუშაოთ, წამყვან კომიტეტს დავაწეროთ მხოლოდ საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტს და ასე ვგთხოვთ თანხმობას დაჩქარებული წესით განხილვაზე. მადლობა და შემდეგი პაკეტით შრომითი მიგრაციის შესახებ, აქ წამყვან კომიტეტად არის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, აქაც დაჩქარებულია მოთხოვილი და აქაც გთავაზობთ, რომ მხოლოდ წამყვან კომიტეტს გადავცეთ და სხვა კომიტეტებს თუ ექნებათ სურვილი განიხილონ ან ცალკე, ან იურიდიულ კომიტეტთან ერთად და აქაც გთხოვთ თანხმობას დაჩქარებული წესით განხილვას. მადლობა. საორგანიზაციო საკითხებს რაც შეეხება, წარმოდგენილი არის მომართვა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტისა, რათა ერთი თვით გავახალწილოთ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 2024 წლის ანგარიში, ამაზეც გთხოვთ თანხმობას. მადლობა. ცნობად ვიღებთ ქართული ოცნების ინფორმაციას ვლადიმერ ბოჟაძის ფრაქციიდან გასვლის შესახებ. რეგისტრაციაში უნდა გავატაროთ შესაბამისად მომართვა საპარლამენტო უმრავლესობის ვლადიმერ ბოჟაძის გასვლასთან დაკავშირებით და აქედან გამომდინარე ახალი სია საპარლამენტო უმრავლესობის, აქაც გთხოვთ ხარდაჭერას. მადლობთ. მეოთხე საკითხი ოპოზიციასთანაც შესაბამისად ხდება რეგისტრაციის საოპოზიციის წევრთა სიის განახლება, აქაც გთხოვთ თქვენს თანხმობას. მადლობა. ცნობად ვიღებთ პოლიტიკური ჯგუფი ევროპელი სოციალისტების მომართვას ვლადიმერ ბოჟაძის პოლიტიკურ ჯგუფში გაწევრიანების შესახებ. ინფორმაციისთვის არის წარმოდგენილი საპროცედურო საკითხთა კომიტეტის ინფორმაცია პარლამენტის ბიუროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობის თაობაზე. ასევე წარმოდგენილი არის ბიზნეს ომბუდსმენის საკანონმდებლო წინადადება, რომელიც გადაეცემა საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტს და ბოლო საკითხი გახლავთ ხაზინათა საბჭოს გადაწყვეტილება ნომერი 99, გთხოვთ დავამტკიცოთ კენჭესხლით. მადლობა. სხვა საკითხები თუ არ არის, ბიუროს ხდომა დახურა.